გამარჯობა. თქვენ ხშირად მისვამთ ხოლმე მე კითხვებს კომენტარებში და მე ყოველთვის ვერ ვახერხებ ამ ბოლო დროს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ამის გამო მე მაპატიეთ და ცალკე ვიდეოებსაც ვეღარ ვახერხებ რომ ჩავწერო კითხვებზე პასუხის თაობაზე. ახლა ის გამონაკლისის შემთხვევა, როდესაც მე რაღაც გარკვეული რაოდენობის კითხვები უკვე დავაგროვე და მინდა გიპასუხოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის წინა ვიდეოსთან დაკავშირებული კითხვები, რომელსაც მე მოველოდი. იმიტომ რომ როგორც ვიდეოშიც ვამბობ, ტურის და ზოგადად მტაცებელი ცხოველების პრობლემა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. მთელ მსოფლიოში დგას ძალიან მწვავედ, იგივე თქვათ ინდოეთში ვეფხვების პრობლემა, ალბათ აფრიკაში ლეოპარდების და ლომების და ჰეპარდების პრობლემა, პუმას პრობლემა ამერიკაში რომ დგას ეს ვიცი ნამდვილად და რა ვქნათ, ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევეგუოთ ამ ცხოველებთან თანაარსებობას. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ფაქტიურად ჩვენ შევიჭერით მათ საცხოვრებელ გარემოში და არა ისინი შემოიჭრენ ჩვენთან. ისინი მილიონობით წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აქ და ჩვენ კი რამდენიმე ათასი წლის წინ გამოვჩნდით. ავაშენეთ ქალაქები, სოფლები, მოვაშენეთ შინაური ცხოველები და არ დაუტოვეთ ამ ცხოველებს საარსებო გარემო და საკვებიც კი. ამიტომ ისინი ხშირად იძულებული არიან ჩვენ მოგვაკითხონ და ჩვენი კუთვნილი წაიღონ. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას, ვინც წერთ კომენტარებს, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და მაწვდით იდეებს თუ რა და როგორ გავაკეთო. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მე სტიმული მომეცეს და გამიგრძელდეს, რათა გავაკეთო ახალი ვიდეოები და შემოგთავაზოთ ისინი თქვენ. არც ქალბატონი ნათია და არც მე ვიდეოში არსად არ ვამბობთ, რომ ამ ცხოველებს, ამ მტაცებლებს რეგულაცია და მათ რიცხოვნობას რეგულაცია არ სჭირდება. აუცილებელია, რათა ჩვენ ისევ ვიმეორებ, მშვიდობიანად განვაგრძოთ თანაცხოვრება. აუცილებელია მეორე მხრივ და სწორად აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა პარაზიტოლოგიური და ინფექციური თვალსაზრისით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მგელი, ტურა, მაჩვი, ენოტისებრი ძაღლი, რომელიც სხვადასხვა საქართველოს ფაუნისთვის არ იყო დამახასიათებელი და იგი ინტროდუცირებული არის, არ ვიცი, ბეწვის გამო, მე მგონი, არიან მატარებლები ცოფის ვირუსის. ცოფის ვირუსზე მე მაქვს ცალკე გადაცემა, აუცილებლად ნახეთ და მოგეხსენებათ, რომ ცოფი არის განუკურნებელი დაავადება, იმ უიშვიათეს დაავადებათა რიცხვში შედის, რომლებიც 100%-იან სიკვდილს იწვევენ. ამიტომ ისე ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ამ ცხოველებს სჭირდება რეგულირება, მათ რიცხოვნობას რეგულაცია ესაჭიროება და ამისთვის ალბათ მთავრობამ უნდა იზრუნოს. აქ იყო საუბარი ასევე ეგრეთ წოდებულ ყბადაღებულ წითელ მგელზე, რომელიც თითქოს არასამთავრობოებმა შემოიყვანეს საქართველოში. მეგობრებო, მე 92 წლიდან, ანუ აგერ უკვე 33 წელია ურთიერთობა მაქვს და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში 23 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, რომლის დამსახურებითაც ჩვენ დღეს გვაქვს ეროვნული პარკები და რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული პარკები მართლაც უნიკალურია არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბით და ვინც არ ხართ ნამყოფი, აუცილებლად დაგეგმეთ წელს ზაფხულში ამ ეროვნულ პარკებში მოგზაურობა, თქვენ უზარმაზარ სიამოვნებას მიიღებთ და აი სწორედ ჩვენ ყოველთვის, როდესაც ეროვნული პარკის დაარსების საკითხი დგებოდა, რა თქმა უნდა, დგებოდა ასევე მენეჯმენტის გეგმა, რომელიც უნდა წარგვედგინა შემდეგ უკვე ჩვენი უცხოელი დონორებისთვის, ეს ძირითადად გერმანელები იყვნენ, რათა მათ გამოეყოთ გრანტები, ანუ საჩუქრად ფული, რომ შემდეგ ჩვენ აქ დაგვიარსებინა ეროვნული პარკი. ათეულობით მილიონი ევროსინ, მანამდე დოიჩმარკები იყო, შემდეგ ევროს საჩუქარი
გამოიგზავნა ნორვეგიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან უამრავი პროგრამა განხორციელდა საქართველოს ბუნების დასაცავად და ეს ყველაფერი უანგაროდ. ამ პროგრამებში არც ერთში არ ყოფილა მგლის ინტროდუცირება, ანუ რომელიმე მგლის სახეობის შემოყვანა საქართველოში. ჩვენი მგლებიც გვეყოფა. საკმაო რაოდენობით ყავს, ის კი არა ზოგიერთ ადგილას, მე თუ მკითხავთ, გამოსახშირიც კი არის. ამიტომ ეს ყველაფერი არის ჭორი. მე ვიცი კიდეც ვინ დაყარა ეს ჭორი თავის დროზე, აწიგი გარდაცვლილია ის ადამიანი და ამიტომ მე მის სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ თუ მოიძიებთ ძალიან ადვილად ნახავთ. ის იყო ლობირებას უკეთებდა მონადირეებს და რატომღაც ჩათვალა, რომ საჭირო იყო ამ თემის აგორება. რომ ამ გელს გააჩნია ძალიან გრძელი ფეხები, აქვს გრძელი კლანჭები არც ერთ ძაღლისებრს არ აქვს, ეს კლანჭები არ ითვლება, ეს კატისებრებს აქვთ კლანჭს, რასაც ვეძახით, კლასიკურ კლანჭს, რითაც შეიძლება ცხოველმა რაღაცა დაითრიოს. და თითქოს მას აქვს წითელი შეფერილობა. ბევრი ადამიანი ამის შემდეგ ამბობდა, რომ კი, როგორ არა, მე თვითონ მოვკალი ეს წითელი მგელი, მე თვითონ ნახე ჩემი თვალით, მაგრამ არც ერთი ფოტო, არც ერთი ლეში გვამი არ არსებობს ამ ცხოველისა. გლებს მოგეხსენებათ აქვთ ძალიან ვარიაბილური, ანუ ერთნაირი ფერის არ არიან ხოლმე ისინი, როგორც თქვა რაღაცა სხვა ცხოველები, ხო, ერთ ფერში გადაწყვეტილი. სხვადასხვა ადგილებში მათ აქვთ სხვადასხვა ფერი. შეიძლება იყოს მოწითალო, იყოს აი მოწითურო, უფრო მოწითალო არა. რა თქმა უნდა არის რუხი ფერი, არის მუქი ფერი და არის შავი ფერისაც კი, ანუ მელანისტები ეგრეთ წოდებული და რა თქმა უნდა არის სრულიად თეთრი მგლებიც, რომლებიც არიან უკვე ალბინოსები. ყველანაირი მგელი შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ისე ვიმეორებ, არც ერთი ცხოველის ინტროდუცირება მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მანამდე იყო ესე იგი ზენოტისებრი ძაღლი შემოიყვანეს ტელეუტური ციყვი სხვათა შორის, ჩვენ ნაცრისფერ ციყვებს როდესაც ვხედავთ გარემოში, ეს არ არის ქართული კავკასიური ციყვი. ტელეუტურ ციყვს ვაჟერ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, იგი შემოიყვანეს ბეწვის გამო საბჭოთა კავშირში, ციყვის ბეწვი ერთ-ერთ საშუალო დონის ახლა კვერნის და თქვათ სიასამურის ბეწვის დონეზე არ გადიოდა თანხობრივად, მაგრამ საკმაოდ პოპულარული ბეწვი იყო და შემოიყვანეს ჩვენთანაც, რომ მომხდარიყო მათი შემდეგ მონადირება და ბეწვის წარმოება. მაგრამ ეს ბეწვი აღმოჩნდა და ასეც იყო ლოგიკურად, ასეც უნდა ყოფილიყო, მაშინ არ დაუჯერეს მეცნიერებს. ბეწვი კარგი ჰქონდა ტელეუტურ ციყვს ციმბირში და იმ განედებზე, სადაც ციოდა. საქართველოში ჩამოვიდა, აქ საკმაოდ სითბო დახვდა, იგივე თქვა ბორჯომის ხეობაში, -40 და 50 გრადუსები არ არის მოგეხსენებათ და გაიხადა. ტანთ გაიხადა. ანუ რა ქნა, მას ბეწვი გაუფუჭდა. ანუ ის სქელი ბეწვი, ის ბეწვი, რომელიც მას იცავდა ყინვისგან, ძლიერი ყინვებისგან ჩრდილოეთში, აქ აღარ დაჭირდა, შეერია ჩვენს ადგილობრივ კავკასიურ ციყვს, უпроსორად განდევნა იგი, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, უფრო ელასტიური აღმოჩნდა ეკოლოგიურად და დღეს უკვე კავკასიური ციყვები უფრო ქალაქის ტერიტორიაზე უფრო გვხვდება, თუმცა ქალაქში შემოვიდნენ უკვე ეს მონაცრისფრო ფერის ციყვები. ასევე მოხდა ნუტრიების და ონდატრების ინტროდუცირება, ეს ძირითადად დასავლეთ საქართველოში, სადაც ჭაობები გვაქვს და აქაც ეს ბეწვის გამო. ნუტრია სხვათა შორის და ონდატრასაც საკმაოდ გემრიელი ხორცი აქვს, მე გასინჯული მაქვს. ყველას გული არ მიუვა, იმიტომ რომ მაინც კარგად რო შეხედოთ ამ ცხოველებს, ვირთაგვებს გვანან, დიდი ზომის ვირთაგვებს გვანან და ამიტომ ბევრს გული არ მიუვა მათ მწვადის ჩახრამუნებაზე, მაგრამ მენდეთ რომ მართლა ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. რადგან სიტყვა მოიტანა, ამასაც ვახსენებ, ყველაზე წარმატებული ინტროდუცირება მოხდა გამბუზიისა, რომელიც შემოიყვანეს ავსტრალიიდან, ეს გახლავთ პატარა ზომის თევზი. შემოიყვანეს ავსტრალიიდან, დაასახლეს კოლხეთის ჭაობებში.
კოლხეთის ჭაობებში მან დიდი რაოდენობით გაანადგურა მალარიის გამოწვევი კოღოს ლარვები და ფაქტიურად მისი დამსახურებაა, რომ დღეს კოლხეთის დაბლობზე მალარია აღარ მძვინვარებს. მანამდე მას ათეულობით 1000 ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა ამ მძიმეს დაავადებას. ახლა რატომ მოვიყვანე მე ამდენი მაგალითი სხვადასხვა ცხოველების მცენარეებზე აღარ მithქვამს მცენარეებმა სხვა შორის საკმაოდ ბევრი პრობლემა გამოიწვიეს და ამაზე ბოტანიკოსები უფრო კარგად ისაუბრებენ. რითი თქმა მინდა რომ არსებობს ძალიან ბევრი შეუმოწმებელი, გადაუმოწმებელი ლეგენდა ან ესეთი სოფლური ლეგენდა, ან ქალაქური ლეგენდა, რომ რაღაცა განსაკუთრებული სახეობის მტაცებლები გამოჩნდნენ საქართველოში, არის ეს ტურა თუ ეს მგელია თუ ფოცხვერი და ასე შემდეგ. აქვე უნდა გითხრათ, რომ ფოცხვერის რაოდენობა კატასტროფულად მცირეა საქართველოში სამწუხაროდ. და აი ესენი ანადგურებენ ყველას და ყველაფერს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მტაცებლებს, რადგან ჩვენ გვიწევს მათთან ერთად ცხოვრება, სჭირდება აუცილებლად რეგულაცია სჭირდება მათ რაოდენობას და რა თქმა უნდა, არ ვიცი კიდევ არსებობს თუ არა, იყო ასეთი ჯარიმა თუ შენ გელს მოკლავდი საკმაოდ მაღალი ჯარიმა იყო, მგონი 100 ლარი იყო, ნუ იმ პერიოდისთვის კარგი ფული იყო 100 ლარი, ხა როდესაც 5000 ლარიან ჯარიმებს წერენ, ხა 100 ლარიან ჯარიმა მგონი დიდი არაფერი არ არის. მაგრამ იქ იყო ასეთი დაშვება, თუ მგელი და აი აქ უკვე ჩვენი მოსახლეობა სწოდავს, იმიტომ რომ იგი ბოლომდე არ კითხულობს უბრალოდ კანონს. წაიკითხავს რომ არის ჯარიმა და მორჩა. ამ ჯარიმაშივე და ამ კანონში მე როგორც მახსოვს, დიდი ხნის წინანდელი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მიღებული კანონია, ეწერა ასეთი რამ, თუ მგელი ემუქრება სოფელს, თუ მგელი ემუქრება თქვენს პირუტყვს, თუ მგელი სახში შემოგივარდათ და ეზოში შემოვიდა და ზოგადად სოფელში შემოვიდა, თქვენ სრული უფლება გაქვთ იგი მოკლათ. ამიტომ ეს დაშვება ამ კანონში არსებობდა. და როდესაც თქვენ მიწერთ მე რომ აი სახში შემომივარდა მე მგელი და შიშით ვერ მოვკალი, იმიტომ რომ შემდეგ ჯარიმას დამაკისრებდნენ, ნუ ეს ჯერ ერთი სრული ბოდოა, ეხლა სულ რომ ციხეში გაგიშვან ადამიანი 15 წლიანზე რო გაგიშვან. შენი ოჯახის დაცვის მიზნით არ დაიკიდებ ფეხზე ამ ჯარიმას და ყველაფერს და არ მოკლავ მგელს, ანუ ესეც უკვე ესეთი ლეგენდების ჯგუფში გადის. კარგად გამიგეთ რას ვლაპარაკობ, კარგად დაფიქრდით რას ვამბობ. მე არ ვამბობ რომ თქვენ იტყუებით. უბრალოდ თუ ადამიანს მგელი კი არა, ადამიანი რომ შემომივარდეს ახლა სახში, აგერი იარაღი მაქვს და დავახლი, ისე მოვკლავ როგორც დაგიბარებიან, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ მე მომიწევს მტკიცება იმისა, რომ ეს ადამიანი თქვათ ჩემ სახში შემოიჭრა იმის მიზნით, რომ თქვათ მე გავეძარცვე, მოვეკალი ან სხვა რაღაცა გაეკეთებია. ხო და ახლა მგელს კარგით რა, ბოლო-ბოლო მოვკლავ და ისე დავმარხავ, სამი კაცი ვერ გაიგებს, ჩემ სახში ვერ გაიგებს ვერავინ. ასე რომ იყო რა თქმა უნდა არც თუ ისე სრულყოფილი კანონები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეც არ არის საქმე, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ხატავს. სოციალური ქსელები გადავსებულია ასევე ღამის ცის კადრებით, სადაც კარგად ჩანს თეთრი სპირალური ღრუბელი. რა თქმა უნდა, უამრავი ვერსია გამოითქვა, თუ რა შეიძლება იყოს ეს, პირველ რიგში რომ ეს უცხოპლანეტელები გვესტუმრენ, ხოლო ამერიკის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ აი ეს ფორმა სპირალის გახლავთ SpaceX-ის რაკეტის Falcon 9-ის სხვადასხვა ეს გაშვება ყოფილა საიდუმლო გაშვება, არ უნდა გამოჩენილიყო, რომელიც აფრინდა ფლორიდის დროით 13 საათსა და 50 წუთზე, ჩვენი დროით სადღაც 20 საათსა და 50 წუთზე და სწორედ ამ დროსაც გამოჩნდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და მათ შორის საქართველოშიც. SpaceX-ში განაცხადეს, რომ Falcon 9-ის მიერ დამწვარი საწვავი ქმნის აი ასეთ სპირალს და აქედან გამომდინარე სანერვიულო არაფერი გვაქვს, ჯერჯერობით უცხოპლანეტელების შემოსევა გადადებულია გაურკვეველი დროით. ახლა რაც შეეხება
ყვადაღებულ პირამიდებს, რომლებმაც ამ ბოლო დღეებში გამოიწვიეს, ფაქტიურად ყველა სოციალურ ქსელში, საერთოდ არ გაიხედავ ამ პირამიდებზეა საუბარი, იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ რაღაცა საოცარი ბოდვითი სურათები, ვიდეოები და მე ამაზეც მინდა მე ვისაუბრო ზოგადად ამ ხელოვნურ ინტელექტზე, მე მაქვს ერთი ვიდეო გაკეთებული, მაგრამ მას მე ბევრი რამ შეიცვალა, რომ ჩვენ ცხოვრობთ პოსტ-სიმართლის პერიოდში, ანუ შევედით ისეთ ეპოქაში, როდესაც სიმართლის და ყვილის გარჩევა ძალიან გაძნელებულია. ახლა Facebook-ი ვისაც გაქვთ Instagram-ი, ალბათ ხშირად შეხვდებით რაღაცა ვიდეოებს, რომლებიც ძალიან გავს ნამდვილს და სინამდვილეს, აქვს თავისი ტექსტიაზე დადებული და ხალხი ზოგი ტირის, ზოგი გულებს უწერს, მე ამას აზიარებენ, ერთმანეთს უცვლიან სიყვარულების ახსნა და არ ვიცი, აგერ მეც კიდავდე ჩემთან Facebook-ზე ერთ-ერთი ასეთი მოტირალი ბავშვი არის გადაღებული, მას უდევს წინ ქალის სურათი და ქვემოთ წერია მე ვარ 15 წლის, დედა მომიკლეს და მე დედა დავხატე და ახლა გულები დამიწერეთ და არის 10,000-ობით გული დაწერილი. ამ დროს ფოტო არის ფეიკი, აბსოლუტური, ანუ Photoshop-ში გაკეთებული ზუსტად 3 წუთის განმავლობაში აღებულია მტირალა ბავშვის სურათი, დადებული არის რაღაცა ნახატი და შემდეგ უკვე წარწერას მოფიქრება აღარ ჭირდებოდა ნებისმიერ. არა მხოლოდ ქართულ ენაზეა ეს ფოტო დადის. ანუ ჩვენ უკვე ვერ ყვევით სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი და ეს კიდევ და კიდევ უფრო გამძაფრდება, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები იხვეწება უფრო და უფრო ფოტოგრაფიული ხდება ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებსაც ისინი აკეთებენ და მე წარმოდგენაც მიჭირს 2-3 წლის მერე რა იქნება. ამიტომ ამბობ, რომ პოსტსიმართლის პერიოდში ვარ, ჩვენ ვეღარ გავერკვევით უკვე რას გვაჩვენებენ, სინამდვილეს გვაჩვენებენ თუ ტყუილს გვაჩვენებენ. იქ პოლიტიკოსებმა შეიძლება ისეთი რაღაცები ილაპარაკონ, რომ საერთოდ თავი დაიმარხონ და ეს იყო არა ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ჩვენ უყურებთ, არამედ ეს იყოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული. ანუ იცით რა, ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე უკვე ძალიან მეშინია, სად იცხოვრებენ ჩემი შვილები და შვილიშვილები. და ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დღეს შვილის გაჩენა, იმიტომ რომ სოფლიო არის შერყეული, აბსოლუტურად გადასულია ჭკუიდან, თქვენ საითაც არ გაიხედავთ, რომელ ქვეყანასაც არ შეხედავთ, ყველგან რაღაცა ისეთი ხდება, რომელიც თქვა 1-5-6 წლის წინ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. ჩაიხედავთ Facebook-ში და წარმოუდგენელი რამ ტრიალებს, იგი ხალხი იჯერებს იმას, რასაც 2 წლის წინ უბრალოდ არ დაიჯერებდა. ხალხი სერიოზულად საუბრობს ისეთ თემებზე, რომლებიც 1-2-3 წლის წინ მხოლოდ ბრიყვების და სრული სულელების სამჟავრო იყო. თითქმის 30 წლიანი კვლევის შედეგად მივედი ასეთ რეალობასთან, რომ დედამიწაზე მიწისძვრებს იწვევს როგორიღაცა ვეშაპი ან კუ, ან და ისინი ცალკე მოქმედებენ, ან შეიძლება ერთი მექანიზმია. ძალიან გთხოვთ გაფილტროთ ხოლმე ინფორმაცია, მე ყოველთვის მოგიწოდებთ კრიტიკული აზროვნების ჩართვისკენ და ეს ლიტონის სიტყვები არ არის, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ და ეს თქვენ სიცოცხლესაც კი დაემუქროს, თუ თქვენ უკრიტიკოდ მიიღებთ ყველა იმ იდიოტიზმს, რასაც დღეს Instagram-იდან, TikTok-იდან განსაკუთრებით, მე TikTok-ით საერთოდ ამოვიღიდან და Instagram-ზეც ძალიან იშვიათად შევდივარ, ამიტომ იქ რომ წერთ ხოლმე, მე ცოტა გვიან ვნახულობ, იმიტომ შეიძლება კვირაში ერთხელ შევიდე. სიცოცხლისთვის საშიში რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადგილას მე შემხვდა მაგალითად სიმსივნის სამკურნალო, კურკუმათი სიმსივნის სამკურნალო, ანუ გადადეთო ეს ქიმიოთერაპია, ეს რადიოლოგია და ყველაფერი და აგერ კურკუმას ნაყენითო შეიძლებაო სიმსივნის მომრჩენობა. სხვა შორის ასეთ რამეს წამოეგო თავის დროზე ჩემი სათაყვანებელი და რასაც ვერ დავაბრალებ ნამდვილად, რომ იგი უმსჯელო იყო და უკრიტიკო, სათაყვანებელი სტივ ჯობსი, რომელსაც აღმოაჩნდა უიშვიათესი მილიონში ერთი რო ხდება ისეთი კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე. კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე მოგეხსენებათ საკმაოდ რთული და ძალიან
ძნელად სამკურნალო სიმსივნეა, მაგრამ მას აღმოაჩნდა ისეთი, რომელიც ადვილად შეიძლებოდა მისი განკურნება. და მან გადაწყვიტა, რომ ემკურნალად სტაფილოს წვენით და სამწუხაროდ 56 წლის ასაკში ეს გენიალური ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად შექმნა ყველა ის ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, ფაქტიურად მან თავი მოიგლა იმის გამო, რომ აი ესეთ სისულელეს დაეყო და ახლა ანალოგიურ რაღაცას გავიმეორებთ ჩვენც, იმიტომ რომ არსებობს დღეს იგივე სიმსივნის მკურნალობის ძალიან წარმატებული მეთოდები და ძალიან ბევრი ადამიანი მრავალწლიან და მრავალ 10 წლიან რემისიასაც კი აღწევს აქედან გამომდინარე დაუჯერეთ ექიმებს და არ დაუჯეროთ TikTok-ში გამოსულ ვიღაც მავნებლებს, ისინი უბრალოდ მავნებლები არიან. ეს სისულელით მოძდით, მათ თუ ბოროტებით მოძდით, არავინ იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის კლასიკური მავნებლობა, რომელმაც შეიძლება ათეულობით და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეამოკლოს, მისი ხარისხი დააგდოს და უბრალოდ მოკლას კიდეც. ხო, ეხლა რაც შეეხება რატომ მოვაყოლე ეხლა ამხელა შესავალი, რატომ გავუკეთე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ დღეს პრესაში ვაწყდებით, ის რაც ჩვენ დღეს სოციალურ ქსელებში გვხვდება, რომ 15 მარტს ჩატარდა დიდი პრესკონფერენცია ორი მეცნიერის, ეს გახლავთ კორადო მალანგა და მეორე ფილიპო ბიონდი. ეს მალანგა გახლავთ პიზის უნივერსიტეტის მკვლევარი, ორგანული ქიმიის სპეციალისტი, მუშაობს ორგანულ ქიმიაში და პარალელურად ერთობა ესეთი ხობის სახით მას აქვს უცხო ცივილიზაციების, უცხო პლანეტელების და შეფარული არქეოლოგიის, შავი არქეოლოგიისადმი ლტოლვა და მისი ხობი ეს არის. რაც შეეხება თვითონ ბიონდის, ფილიპო ბიონდის, იგი არის ელექტრონული ინჟინერიის სპეციალისტი და მისი სპეციალიზაცია გახლავთ SARIS, ანუ სკანერია, რომელიც საშუალებითაც ხდება მიწის ზედაფენების სკანირება. ანუ ამ სკანერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გრუნტის ქვეშ რა ხდება, რამდენიმე სადღაც 10-დან 20 მეტრამდე სიღრმეში დაადგინოთ რა და როგორ არის. სხვათა შორის, როდესაც ვერეს ადიდება მოხდა და აი ეს ტრაგედია, რომელიც შემდეგ თბილისში დატრიალდა, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, ილიას უნივერსიტეტის გეოლოგიური ჯგუფი და მათ შორის მეც გავედით სავარაუდო აი დამეწყრილი ადგილების სანახავად და თან ჩვენ მქონდა ამერიკელების მიერ ნაჩუქარი ასეთი ამავე ტიპის სენსორი, ამავე ტიპის სკანერი, რომელიც მუშაობს შემდეგნაირად. სკანერი იდგმება მიწაზე, შემდეგ სკანერიდან დაახლოებით 15-20 მეტრში იდება მიწაში აცაფეთქებელი კაფსულა, დიდ აფეთქებას კი არ იწვევს, უბრალოდ დარტყმას აკეთებს ნიადაგზე. როდესაც კაფსულა ფეთქდება ამ ადგილიდან, სადაც ის აფეთქდა, წარმოიქმნება ტალღები, მიწისქვეშა ტალღები, რომლებიც როგორც ეკოსკოპიის აპარატი, სპეციალური სკანერია, რომელიც გამოყოფს ულტრაბგერებს. ეს ბგერები ეცემა შინაგან ორგანოებს ან ნაყოფს. შემდეგ ეს ბგერები უკან ამოდის და ამ ბგერებისგან იქმნება სურათი, ისევე როგორც ნათიამ ილაპარაკა ქალბატონმა ნათიამ წინა ვიდეოში, როგორც ხედავენ დელფინები, ეკოლოტით აღიქვამენ გარემოს. ანალოგიურად ხდება აი ამ სკანერის ფუნქციონირებაც. და თითქოს ამ სკანერით ამ ორმა მეცნიერმა დაადგინა, რომ ჰეფრენის პირამიდის ქვეშ არის ძალიან დიდი საცავები. მოკლედ 15 მარტს ამ წლის პრეს-რელიზი გავრცელდა და შემდეგ უკვე ჩატარდა დიდი პრეს-კონფერენცია, რომელსაც მე ვუყურე, 4 საათიანი პრეს-კონფერენცია, მე დავტოვებ მის ბმულს ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ ნახოთ. იტალიურ ენაზეა, მაგრამ ჩაურთეთ თარგმნა, ავტომატური თარგმნა, ძალიან კარგად თარგმნის ინგლისურად, ცოტა ნაკლებად რუსულად და ქართულად საერთოდ აბდაუბდებს ლაპარაკობს, ამიტომ ამ ორ ენაზე თუ უყურებთ უკეთესია. ანუ ეს ორი ადამიანი რას ამბობს, რომ მათ გამოიყენეს ეს აპერტურული რადარი, ეგრეთ წოდებული SARI, ამ SARI-ის საშუალებით პირამიდების ქვეშ აღმოაჩინეს 2 კილომეტრის მოცულობის რაღაც სტრუქტურა.
ეს სტრუქტურა თავის თავში მოიცავდა დაახლოებით 640 მეტრის სიღრმის ცილინდრულ ფორმებს, ასევე მათ იპოვეს ორი კუბიკური ფორმის საკმაოდ დიდი კამერა, ასევე 648 მეტრის სიღრმეზე, ეს არის 80-80 და 80 ესეთ კუბებია და ასევე 5 ერთმანეთის მსგავსი მრავალშრიანი სტრუქტურა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან სხვადასხვა გასასვლელებით და ყველაფერი ეს ხდება ჰეფრენის პირამიდის ქვეშ. ჰეფრენის პირამიდა ერთ-ერთი არის იმ პირამიდებიდან, რომლებიც აი პირამიდების ველზეა. ეს არქიტექტურული თუ ეს სტრუქტურები შეიძლება ჩავთვალოთ გიგანტური მიწისქვეშა ქალაქის რაღაც ფრაგმენტებად და ეს ქალაქი ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. და რომ ეს ყველაფერი გადაწერს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ეგვიპტის ისტორიას, არამედ კაცობრიობის ისტორიას მთლიანად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს არის 4400 წლის წინანდელი ნაგებობის ქვეშ არის ეს ყველაფერი ნაპოვნი. პირამიდები პირამიდებად, თუ როგორ აშენდა ისინი, ვინ ააშენა და რისთვის, ამას მეცნიერები ნელ-ნელა გაარკვევენ, რაც შეგვეხება ჩვენი საცხოვრებელი, ჩვენი ბინები, უნდა იყოს მყუდრო, ლამაზი და მოხერხებული. ამისთვის ჩვენ უნდა დავიქირავოთ რაღაც გარკვეული კომპანიები, რომლებიც ამ ყველაფერს გავიკეთებენ. მე ასეთი კომპანია უკვე ვიპოვე და ახლა ჯერი თქვენზეა. ბინა მყუდრო, კომფორტული და დაცული უნდა იყოს. ეხ, უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ და ხშირად ამის მისაღწევად იმდენ დროს, ენერგიას და ნერვებს ხარჯავთ, რომ რემონტი სტიქიური უბედურების სინონიმი ხდება. საბედნიეროდ მე აღმოვაჩინე სარემონტო კომპანია, სახელად მშენოვე, რომელმაც შემომთავაზა საუკეთესო ხარისხის მომსახურება, რომელშიც შედის არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, ხარჯთაღრიცხვა და ყველაფერია სწრაფად, ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასებში. კომპანია მშენოველი უკვე ჩემი მშობლიური ქალაქის ბათუმის ბაზარზეც ოპერირებს. კომპანიას აქვს საკუთარი საწარმო, სადაც შეგიძლიათ დაამზადებინოთ ავეჯი, რომლის ინტეგრაციაც იდეალურად მოხდება ახალ გარემონტებულ სივრცეში. ეს რამდენ პრობლემას მოგიხსნით, ალბათ ახსნა არ სჭირდება. სარემონტო კომპანია მშენოველს მე უკვე ვანდე ჩემი ბინის რემონტი. ახლა თქვენი ჯერია. მშენოველის საკონტაქტო ინფორმაციას ვიდეოს აღწერაშიც იპოვით. ახლა ვნახოთ რას ამბობს ოფიციალური ჯერჯერობით რას ამბობს ოფიციალური მეცნიერება. მე როგორც თქვენი დიდი ნაწილი მომხრევა რომ ეს მართლაც ასე იყოს. იმიტომ რომ ეს იქნება საოცრება, ეს იქნება მართლაც ნებისმიერი ფანტასტიკური ფილმის თუ ნებისმიერი ტრილერის სცენარი, ამასთან იქნება მიქარვა, იმიტომ რომ მართლაც წარმოუდგენელი რამ არის, ხო? მაგრამ ჯერჯერობით მოდით მოვუსმინოთ რას საუბრობენ მეცნიერები. პირველი და ყველაზე ესეთი მყარი არგუმენტი იმისა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ისე ვამბობ, მე შეიძლებას ვამბობ, მე გადაჭრით არაფერს არ ვამბობ. რომ ეს შეიძლება იყოს ფეიკი, არის ის, რომ სარი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მაქსიმუმ 30 მეტრის სიღრმეზე და საიდან დადგინდა, რომ მიწის ქვეშ 640 მეტრის სიღრმის ობიექტებია, ეს ჯერჯერობით გაუგებარია. რბილად რომ თქვა. ძალიან საინტერესო ადამიანი გახლავთ, დოქტორ საკი ჰავასი. ეს არის ეგვიპტოლოგი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში სწავლობდა პირამიდებს და ზოგადად ეგვიპტესთან დაკავშირებულ ეგვიპტელია თვითონ ეს ადამიანი. მან გამოაქვეყნა The National-ში, არის ასეთი ჟურნალი, ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ 10 წლეულებია იგი სწავლობს ჰეფრენის პირამიდას, მათ შორის, მათ ძალიან ბევრი რამ შეისწავლეს, მათ გააკეთეს შურფები, მათ ბურღვებიც ჩაატარეს თავის დროზე, მაგრამ იქ ვერაფერი აღმოაჩინეს და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ასე ამბობს იგი, მეცნიერული ფეიკია. ტესლას მოყვარულები და მეც პატივცემ ამ უზარმაზარ და ბუმბერას პიროვნებას, ტესლა ძალიან ბევრ ამას მიაწერენ, ეს იყო ძალიან უცნაური ადამიანი, ისევე როგორც მისი სახელობის მანქანების გამომშვები, ძალიან სვანერი ტიპი იყო, ანუ ეს არ იყო რომ ესეთი ჩვეულებრივი ადამიანების კატეგორიაში არ გადიოდა, იგი იყო გენიოსი და პარალელურად იყო ადამიანი, რომელიც რომელმაც შიმშილი თავი მოიკლა ფაქტიურად.
და რომელმაც ძალიან ბევრი რამ დაკარგა თავისი აი ამ ნორმალურობიდან გასვლის გამო. და ტესლას ჰქონდა ასეთი იდეა, რომ პირამიდები ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ერთგვარი ენერგეტიკული სადგურები, რომლებიც აგროვებენ ენერგიას კოსმოსიდან და შემდეგ ანაწილებენ დედამიწაზე და რა თქმა უნდა ეს არაფერი მსგავსი არ დამტკიცებულა. პირამიდები მართლაც საოცარი ნაგებობებია, მართლაც მათთან ძალიან ბევრი მისტიკური და ძალიან საინტერესო ამბები არის დაკავშირებული, დღემდე არ არის ბოლომდე დადგენილი ამ მრავალ 10 ტონიან, ათეულობით ტონიან ქვებს როგორ ამუშავებდნენ, გადაქონდათ, ან ისთვის აშენებდნენ ასეთ გიგანტურ სტრუქტურებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სტრუქტურები არსებობს და ისინი ჯერჯერობით კვლავ მისტიკაში და მისტიკურ საბურველში არის გახვეული. საერთოდ პირველი ამ აღმოჩენების შესახებ პრესაში გამოქვეყნდა Daily Mail-ში და NDTV-ში. ეს NDTV გახლავთ ცოტა ესეთი მოყვითალო გამოცემა, მანდ მაინც და მაინც მისი ნდობა არ შეიძლება, თუმცა ისევ ვიმეორებ, აი თქვენ ნახავთ საკმაოდ სერიოზული ხალხის აუდიტორიაში, იქ სადაც პრესკონფერენცია ტარდება და ეს ხალხი ამ ჩვენს მეცნიერებს ხშირად აწყვეტინებს საუბარს ტაშით. ასე რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ ყველაფერს ეთანხმება და მიაჩნია რომ ეს ყველაფერი სწორია. ესე იგი, რა ხდება, რო შევაჯამოთ, რას ამბობენ მეცნიერები? ანუ ეს ორი მეცნიერი. რომ მიწის ქვეშ არის 640 მეტრის სიღრმის რაღაც გარკვეული სტრუქტურები. რას ამბობენ კრიტიკოსები? მე უბრალოდ ეს ამოვწერე აქ. რომ SARS, ანუ იმ აპარატურას, რომლის საშუალებითაც ამ ხალხმა ეს ყველაფერი დაადგინა, არ შეუძლია, ფიზიკურად არ შეუძლია ამ სიღრმეზე ჩასვლა. მას მაქსიმუმ შეუძლია 40 მეტრზე ჩასვლა. რას ამტკიცებს ეს ორი მეცნიერი? რომ მიწის ქვეშ, ანუ პირამიდის ქვეშ არის ცილინდრები, კუბები და დიდი ზომის მრავალ რიგიანი კამერები. არანაირი მტკიცებულება არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამისი არ არსებობს. ჯერჯერობით არ არსებობს. არქეოლოგები, სხვათა შორის, რაც ნახე მე და თქვენ შეგიძლიათ ეს დაგუგლოთ, კარგად დაათვალიეროთ, წაიკითხოთ ეს სტატიები. ამ ორი ადამიანის გარდა ყველა არქეოლოგი, სერიოზული არქეოლოგი ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული. ანუ ამას ჭირდება მტკიცებულებები და ის მტკიცებულებები, რაც ამ ორმა მეცნიერმა ამ დროისათვის გახსნა და გვაჩვენა, ჩვენთვისო არისო არასაკმარისიო. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია გადაჭრით რაღაცის თქმაო. დაველოდოთ თუ რამე საინტერესო გამოჩნდა ხომ კარგი, მაგრამ მე ჯერჯერობით მაინც არ გეწყინოთ, მაგრამ უფრო ვარ იმ მეცნიერების მხარეს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის გამიზნული ბლეფი, იმისათვის, რომ ამ ხალხმა რაღაც რამდენიმე თვიანი პოპულარობა მოიპოვოს. ნახოთ, პირდაპირ პასუხი ჯერჯერობით არ არის, ამიტომ დაველოდოთ თუ რა მოხდება მომავალში. ამ პოსტსიმართლის პერიოდში ძალიან რთული არის ადამიანის ფსიქიკამ ბევრ რამეს გაუძლოს და ეს არ გადის არანაირ სპონსირებულ რეკლამაში. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და ასევე ჩემი ნამოწაფარი გიორგი ბაქანიძე, რომელიც მოღვაწეობს ბერლინში, მან ჩამოაყალიბა თავისი YouTube არხი. აქ მას აქვს ძალიან საინტერესო ლექციები ფსიქიატრიაზე. იგი არის პრაქტიკოსი ფსიქიატრი და თქვენ შეგიძლიათ მასთან ონლაინ ჩაეწეროთ კიდეც, თუ რა თქმა უნდა მსგავსი პრობლემები თქვენ ან თქვენს ახლობლებს აწუხებს. ამ ბოლო დროს სამწუხაროდ მსგავსი პრობლემები ძალიან ბევრს აწუხებს, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ და ბევრი რამ იწვევს სტრესს. მე ამ
არხის ბუმულს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში და ისევ ვიმეორებ, ეს არ არის ფასიანი რეკლამა. გადადით მის არხზე და აუცილებლად ნახეთ ის ძალიან საინტერესო ვიდეოები, რომლებიც ჩვენს ფსიქიკას ეხება. კიდევ ერთი, რასაც არ შემიძლია გვერდი აუვარო, ეს გახლავთ ზოგიერთის მიერ ჩემი დამონათება, რომ მოდი რა ეს ამ თემაზე გააკეთე გადაცემები, ესენი უფრო ყურებადია. ვიცით რა, ყურებადობაზე არ არის საუბარი და არც იმაზე თუ რამდენი ადამიანი წავა ჩემი არხიდან ან მოვა. მე გაცნობთ იმ ფაქტებს, რომლებიც გადამოწმებული მაქვს და რომელსაც მე თვითონ თვლი საჭიროთ, რომ საინტერესოა თქვენთვის. ეს შეიძლება მართლაც არ იყოს დიდი აუდიტორიისთვის საინტერესო, მაგალითად ბათუმის დიდ თოვლობამ, რომელიც მე მართალი გითხრათ 5 წუთში გავაკეთე, თუ რამდენიც დაჭირდა ვიდეოს ჩაწერას, გაცილებით მეტი ნახვა და მეტი გამომწერი მომიყვანა, ვიდრე მაგალითად ვიდეომ, რომელზეც მე 3 ნაწილი გავაკეთე და უამრავი დრო და ენერგია დავხარჯე. მე რომ აი ესეთ მყირალა გადაცემებს ვაკეთებდა, მე გაცილებით მეტი ადამიანი მეყოლებოდა გამომწერიც და ზოგადად შორის მონეტიზაციაშიც მეტი ფული დაიწერებოდა. ახლა კაპიკები იწერება, რაღაცა გამოჩნდებოდა მაინც ხელშესახები. მე ეს თავისუფლად შემიძლია გავაკეთო. მაგრამ არ ვაკეთებ. მე დღეს შემეძლო გამეკეთებია იგივე ამ პირამიდებზე რაღაცა სენსაციური, ისეთი როგორც თქვა და ეს რომ ნახების, რომ იქეკებოდა იმ ქალმა რომ ჩაწერა Facebook-ში და აქ შემოვარდებოდა უამრავი ხალხი და უამრავი ადამიანი გამოიწერდა ჩემს არხს, მაგრამ სამაგიეროდ მე დამაკლდებოდა ის ხალხი, რომლებიც საღად აზროვნებენ და რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტების ჯერათ. ძალიან თხოვთ ყველას დაუჯერებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტყუილი დღეს არის ისე ლამაზად შეფუთული და ისე გემრიელად მოწოდებული, ხალხმა ეს ისწავლა, 2-3 წუთში ჩატეული აქვთ უამრავი ინფორმაცია, რომლისგანაც 99.9% არის ტყუილი. მაგრამ თქვენი ყურისთვის სასიამოვნო მოსასმენი. ეს დაახლოებით ისეთივეა, აი სერიოზულ მუსიკასა და პაპსას შორის განსხვავება რო არის, ხო? არის თქვათ სასიყვარულო რომანები, რომლებიც ადვილად იკითხება და არის ფილოსოფიური თუ უფრო ესეთი კლასიკური რომანები, რომლებიც ძალიან რთულად იკითხება, მაგრამ ძალიან ბევრს გაძლევს. თუ ის წაიკითხავ და გადააგდებ და მეორე წუთას არ გემახსოვრება რა ხდებოდა შიგნით, ამ რომანებს მთელი ცხოვრება იმახსოვრებდა, თუ მათგან დასკვნებს გამოიტან, რა თქმა უნდა, შენი ცხოვრება უფრო ხარისხიანი და უფრო წარმატებული იქნება. მაშინ ასე დღეს მე ამით გემშვიდობებით, მინდა მშვიდობიანი წარმატებული კვირა გისურვოთ, აგერ აპრილიც მოგვადგა. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.